კოლეგებო, მოგესალმებით, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. მანამ გადავალთ საკითხებზე, ჩვენ ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ გააცილა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ადამიანი, რომელიც ნახევარი საუკუნე იყო ჩვენი ერის, ჩვენი საზოგადოების სულიერი მამა, ადამიანი, რომლის მემკვიდრეობაც ჩვენ ამ დღეებში ხილულად ნახეთ. ეს არის სიყვარულით გაერთიანებული ერი, რომელიც ერთი ადამიანის მიმართ და ერთი ადამიანის გავლით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. პატრიარქმა მოახერხა ის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, მიუხედავად ასაკისა, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, ყველას გულში ის იყო დიდი პატივისცემის, დიდი სიყვარულის, დიდი თაყვანისცემის საგანი და ადამიანი, რომელიც აერთიანებდა ყველას ამ სიყვარულით. მე მინდა გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მიიღოთ მის სოմოს. მადლობა. მეგობრებო, რაც შეეხება ჩვენ სამუშაო ფორმატს. ჩვენ ზოგადი მონახაზის სახით მომავალ კვირას გვექნება სასიო კვირა. გამომდინარე იქიდან ჩვენ წინა კვირას, ეცით რომ 4 შაბათი დღიდან უკვე პლენარული სხდომები არ ჩატარდა, აქედან გამომდინარე იყო კანონპროექტები, რომელიც დაჩქარებული წესით იყო განხილული სამშაბათს პირველი მოსმენით და მეორე მოსმენა დაჩქარებული წესით აღარ შედგა. ამიტომ პროცედურები რომ იყოს დაცული ამ კანონპროექტებს, რომლებიც დაჩქარებული წესით იყო, იმისთვის რომ დაჩქარებულათვე განვიხილოთ, მოხდება მათი ხელახალი ინიცირება და შემდეგ ბიუროზე გვექნება ეს საკითხები და კვლავ დაჩქარებულად ისევ ამ კანონპროექტებს პირველი მოსმენით ხელახლა განვიხილოთ სამშაბათს და 4 შაბათს უკვე მეორე მესამე მოსმენა, რათა იმ ვადებში ჩავეცვიოთ, რაც დაჩქარებული კანონპროექტებისთვის არის საჭირო. მომავალ კვირის დღის წესრიგი ჯერ კიდევ დაზუსტდება, სავარაუდოდ სამშაბათი, 4 შაბათი იქნება ყველა შემთხვევაში საჭირო ორი სასიო დღე, სხვა მხრივ ნახოთ რა დაგვემატება მიმდინარე კვირის განმავლობაში. რაც შეეხება დღის წესრიგს განსახილვა საკითხებს, წინა კვირიდან დარჩენილი საკითხებია უცვლელად. არის წინა კვირიდან გადმოსული საკითხები, რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივას. ადმინისტრაციული სახთელისგან გათავისუფლების შესახებ ინიცირების ეტაპისთვის აქ დასკვნები დადებითია წამყვანი კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ბატონო, გადაეცემა შესაბამის კომიტეტებს, თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ეს პაკეტი გახალთ, აქაც ინიცირების ეტაპისთვის დასკვნები დადებითია წამყვანი თავდაცვის და უსაფრთხოების სავალდებულო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ბატონო, გადაეცემა შესაბამის კომიტეტებს. საორგანიზაციო საკითხებიდან ფრაქცია საქართველოსთვის თავმჯდომარის მომართვა ფრაქციის წესდებაში ცვლილების შეტანის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ გიგა ფარულავას არჩევის შესახებ, რასაც ცნობად ვიღებთ. ასევე მთავრობის საპარლამენტო მდივნის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესის წარმოდგენის საკანონმდებლო პაკეტის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ და სხვა სამთავრობო პროექტების გამოთხოვის შესახებ. ასევე ინფორმაციის სახით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ და ბოლო ინფორმაციული ხასიათის საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ. სხვა საკითხები თუ არ არის, ბიუროს ხდომა ამით დასრულებულია.